რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადება დასასრულს უახლოვდება ორგანიზატორები დეტალებს აზუსტებენ. ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში იმართება და თამაშები მსოფლიოს 10 ქვეყანაში პირდაპირ ეთერით გადაიცემა. ქუთაის ინგლისიდან ტურნირის დირექტორი ეწვია და მან დღეს აია არენას ბაზა დაათვალიერა. როგორც მან აღნიშნა, ჩემპიონატის ჩასატარებლად ყველაფერი მზადაა და ბალახის საფარიც იდეალურ მდგომარეობაშია. ჩემპიონატის შესახებ რადიო ძველქალაქთან ტურნირის მენეჯერმა ლექსო გუგავამ ისაუბრა. ყველაფერი სასტუმროები უკვე ქუთაისში ზოგადად ინფრასტრუქტურა მზად არის, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი მზად არის. სასტუმროები, ასევე სავარჯიშო მოედნები, სათამაშო მოედანი, ყველაფერი ძალიან ეხა ბოლო ინსპექტირება გაიარა, ტურნირის დირექტორი ინგლისიდან საიმონ კიბლი ჩამოსულია, ყველაფერი შეამოწმა და კმაყოფილია ყველაფერი. ქუთაისში უკვე ჩამოვიდა შოტლანდიის 20 წლამდელთა ნაკრები, მათ პირველი მოთელვითი ვარჯიშიც გაიარეს და დაბინავდნენ. ქუთაისში ასევე ჩამოვა ახალი ზელანდიისა და ირლანდიის გუნდები. შოტლანდია აქ არის, ქუთაისშია დაბინავდა, პირველი რაღაცა მოთელვითი ვარჯიშიც გააკეთა, ახალი ზელანდია გზაში არის, მოდიან და იტალია ჩამოდის ხოლ, ასევე ირლანდია პირდაპირ ქუთაისში ჩამოფრინდება ხოლ ღამე. განაცხადა ლექსო გუგავამ. ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ქუჩებში გამოფინეს დროშები და აბრები, რომლებიც ჩემპიონატის შესახებ იუწყებიან. თუმცა მთავარი სტადიონებამდე მისასვლელი გზა, რომლის გაკეთებაც ჯერ დასრულებული არ არის. სამუშაოები კომპანიამ World Global Alliance-მა 45 დღის ვადაში უნდა დაასრულოს, ჩემპიონატი კი 31 მაისს იხსნება. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ გზის გაკეთება უშუალოდ მოედნებთან მოესწრება, რამდენიმე დღის წინ კი სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა. Ამგზის დროულად დამთავრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან 31 მაისს იწყება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 20-მდელთა ასაკში და მას ერთ-ერთ ჯგუფს მას მისდევს ქალაქ ქუთაისის ისტორიული მოვლენაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ქალაქ ქუთაისში. ამიტომაც მე მაქსიმალურად ვცდილობ 20 საათიანი მუშაობის რეჟიმში, როგორც კი ამინდი გვაძლევს ამის საშუალებას, მოვაწესრიგოთ იქ მისასვლელი ინფრასტრუქტურა. განაცხადა შოთა მურღულია. 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის თბილისსა და ქუთაისში რაგბის 10 ახალი მოედანი უნდა აშენებულიყო, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწვრთნელ პროცესს გაივლიდნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. 20 წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება. თბილისსა და ქუთაისში სამ ქვეჯგუფში გადანაწილებული მსოფლიოს 12 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა. A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისის ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.